Am წუთებში მოსამართლე ნელა კალიჩენკო უსმენს ადვოკატების შუამდგომლობებს, რომლებიც მას თხოვნით მიმართავენ, აყენებენ შუამდგომლობებს, რომ არცნოს დასაშვებად ის მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე 15 პირის საქმეზე მიმდინარეობს მსჯელობა იმ ადამიანების საქმეებზე, რომელსაც საბრალდებო უწყება აქციაზე დგომას 4 ოქტომბერს პროტესტის გამოხატვას. ედავება და ამბობენ, რომ მათ დააზიანეს პრეზიდენტის სასახლის ღობე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალ დამცველებს. არც ერთი მათგანი ბრალდების ამ პოზიციას არ ეთანხმება, ამბობენ, რომ არანაირი დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ, ისინი იდგნენ ქვეყნის სადარაჯოზე და გამოხატავდნენ თავისუფალ პროტესტს. დაკავებულთა შორის არიან მძიმე დაავადებების მქონე პირები, მათ შორის პენსიონერები, დასვის თანამშრომელი კონსტანტინე კოკაია, რომლის სიტყვა საკმაოდ ემოციური იყო დღეს სასამართლო პროცესზე, ორჯერ ისარგებლა მან სიტყვის თქმისუფლებით პირველად მიმართა მოსამართლეს, რომ დაედგინა მოსამართლეს, გაეცა კითხვაზე პასუხი, რატომ აიძულებენ 72 წლის პენსიონერს გულით თავად მყოფს, რომ თავად იყიდოს მედიკამენტები ციხეში. ამის შემდეგ მან გაიხსენა ის ისტორია, როგორ აღმოჩნდა საპროტესტო აქციაზე, ის არის დაცვის თანამშრომელი და როგორ თავად აცხადებს, რუსთაველის 37 ნოემბერში ის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც გაიგო პროტესტის ხმა და მან თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ დამდგარიყო ქვეყნის სადარაჯოზე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც არ უნდათ რუსეთში ცხოვრება. სწორედ ამიტომ ჩავიდა საპროტესტო აქციაზე. ის იყო ღობის მიღმა, არ მიკარებია ღობეს, თუმცა რატომ დააკავეს მოგვიანებით რამდენიმე დღის შემდეგ მისთვის არის უცნობი. ალექსანდრე გოგოლაძე მისარგებლა სიტყვის თქმისუფლებით, ასევე ემოციური იყო მისი სიტყვა, მან თქვა, რომ თავს ვალდებულად თვლიდა მისი შვილების და ქვეყნის მომავლისთვის, რომ დგარიყო იმ საპროტესტო აქციაზე, სადაც იდგა საქართველო. ბატონო მოსამართლე, გულით ავადმყოფი ვარ, შუნტირება მაქვს გაკეთებული და წამლებს საკუთარი სახსრებით მაიძულებენ, რომ ვიყიდო. ეს შეიძლება? მე სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი. ჩემი სამსახური რუსთაველის 37 ნომერში მდებარეობს. ორი სმენა ვიმუშავე. იმ დღესაც ხალხთან ერთად ვიყავი და არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. თავს დავნაშავედ არ ვცნობ. მე მაინც მგონია ვინმე გონიერი მოვა ერთ დღეს და მადლობას მეტყვის, რომ ჩემი იოტისოდენა წვლილი შევიტანე, რომ იქ იმ დღეს სიცხლის ყრა არ ყოფილიყო. სამსახური დავკარგე, პენსია დავკარგე. ოჯახი ულუკმაპურად დავტოვე. გთხოვთ გამოიჩინოთ ჰუმანურობა. მე არ მინდა სიკვდილი ციხეში. მინდა სამართლიანობა მიზეიმოს და ყველა გაათავისუფლოთ. 63 წლის კაცი ვარ, აქამდე მოყოლებული ოდნავი შეხება არ მქონდა კანონთან. მიუხედავად ამისა, სულ მეშინოდა ერთი რამის, დარბაშიზის ჩემი ქალიშვილი, თქვენი კოლეგა. მეშინოდა კითხვის დასმის, რა დამიტოვე მამა. რითაც დავიწყე 82 წელში იგივეა. უკანონობა, უსამართლობა და ადამიანის უფლებების ფეხით გათელვა. მე გარეთ ვარ თუ ციხეში ვარ, მაინც ციხეში ვარ. მე ყველაფერს ავიტან. მე მაიძულა პასუხისგებლობამ, რა დაუტოვე შვილებს. ეს ყველაფერი არის იძულებითი ქმედება, თქვენი სასჯელი ჩემთვის აღიარებაა, გვირგვინია. არა ადამიანურ მოპყრობაში და წამებაში რას გულისხმობთ არ ვიცი, მაგრამ ის რაც ჩვენს თავს ახლა არის სრული უსამართლობა. საკანში ანტისანიტარიაა და წამლებს არ გვაწვდიან. მე ვიყავი ვალდებული, რომ იქ მივსულიყავი. არავის მოწოდებიდან გამომდინარე იქ არ მივსულ ვარ. არ ჩამიდენია არანაირი ძალადობრივი ქმედება. ვიდექი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობესთან და ხმაურით გამოვხატავდი პროტესტს. ანალოგიურად ვიქცეოდი 5 დეკემბრის აქციაზე პარლამენტთანაც. მაშინ რატომ არ დამაგავეთ? იგივე საქმის ფარგლებში ბრალდებული 13 პირი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გაუშვა პატიმრობაში. მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ერთი შუამდგომლობა ადვოკატების, რომლებიც აყენებდნენ შუამდგომლობებს, მოსამართლეს თხოვდნენ, რომ არ დაეშვა მტკიცებულებად საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის მიერ მოტანილი ის მტკიცებულებები, რომელიც დღეს წარმოადგინეს პროცესზე პროკურორებმა. აქ საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე, 140-მდე მოწმე პოლიციელი, მათ შორის სპეცრაზმელი აძლევს ჩვენებას თითოეული პირის მიმართ, თუმცა ამოცნობის ოქმებში მოწმეები ვერ აკონკრეტებენ ვერც ერთი დაკავებული შესახებ ინფორმაციას, ვერ ცნობენ სახეებზე, ვერ საუბრობენ იმაზე, არის ადამიანი წვერიანი, არის უწვერო, რა ფორმის ადამიანია ზოგადად კადრში და პროკურორმა დღევანდელ პროცესზე თქვა ისიც, რომ მათ თავად გაშიფრეს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა თავად დაშიფრეს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ჩანან კონკრეტული პირები. აქ საუბარია სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ კადრებზე, რომელიც მაი ვიდეოს მეშვეობით ჩამოტვირთეს პროკურორებმა და ჩადეს საქმის მასალებში. სწორედ ამიტომ ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს მტკიცებულება არ იყო და არ უნდა დაეშვა მტკიცებულებად მოსამართლეს. თუმცა ნატო ხუჯაძემ არც ერთი ადვოკატის შუამდგომლობა დღეს არ დააკმაყოფილა, გადასინჯა აკუთის ხონისების ფორმა და ყველა პირი დატოვა პატიმრობაში.
გიორგი კიროლიძეების ადამიანი, რომელიც თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში, შესაბამისად არ არსებობს მიმავის საფრთხე, დასრულდა გამოძიების ეტაპი, არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ სპეციფიურ დანაშაულებები არ არსებობს ამ დანაშაულის განმეორების საფრთხე, ასე რომ პატიმრობა არ უნდა დაეტოვებინა მოსამართლის ზალაში. 39 ტომიან საქმეში გიორგი ტალახაძესთან მიმართებით იყო მხოლოდ რამოდენიმე ფურცელი, რომელიც საერთოდ არ ასაბუთებდა იმას, იყო თუ არა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე გიორგი. 5 წამიან ვიდეოში ადევს საფუძვლად ბრალს, გიორგი ტალახაძე პირიქით აშველებს და არა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობს. დამცნობის ნაწილი იყო ადვოკატებში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. ეს ყველაზე რთული პროცესი იყო და ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთმა კოლეგამ დააყენა შუამდგომლობა აღნიშნულ ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად დართვასთან დაკავშირებით, თუმცა რატომღაც პროკურატურამ გააკეთა აქცენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ ფოტოში პიროვნება 2 დღის წვერგასაპარსი იყო, ზოგიერთ შემთხვევაში 3 დღის წვერგასაპარსი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას და არ ლახავდა ადამიანის უფლებებს იმ კუთხით, რომ აღნიშნული შუამდგომლობით გირავ ყოფილიყო გამოყენებული. მათი მხრიდან არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასაბუთებდა თავად მათი ქმედების ხასიათი, ის რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ ჯგუფური ძალადობა, რამაც გამოიწვია ბევა, ცეცხლის წაკიდება, არაერთი ნივთის დაზიანება, რამაც გამოიწვია ათეულობით 1000 ლარის ზიანი, ასევე გამოიწვია ფიზიკური ზიანი სხვა პოლიციელის მიმართ, რომელსაც დღეს საქალაქო სასამართლოს 4 დარბაზია გადავსებული სასახლის ღობეს წოდებულ საქმეზე. ბრალდებულების წინა სასამართლოს ხდომები, პროცესები მიმდინარეობს ერთი მეორის მიყოლებით. ამ ეტაპზე 27 ადამიანი ზის საბრალდებო სკამზე 2 დარბაზში მიმდინარეობს ხდომა და ორივე დარბაზში ადვოკატები აყენებენ შუამდგომლობებს და მიმართავენ მოსამართლეს, თხოვენ, რომ არ გაითვალისწინოს მტკიცებულებებად წარმოდგენილი მასალები, რომლებიც პროკურორებმა მოიტანეს დღეს საქალაქო სასამართლოში და ისინი ასევე ითხოვენ მათი დასაცავი პირების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.